დღეს ნიკოლოზობა. სწორედ ამ დღეს 15 წლის წინ ვანდალებისათვის დამახასიათებელი უმეცრებითა და გულქვაობით რეჟიმმა დანაშაული ჩაიდინა რწმენისა და ადამიანობის წინააღმდეგ. 2009 წლის 19 დეკემბერს ნიკოლოზობას მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ქუთაისში ააფეთქეს დიდების მემორიალი. ღამით ვერაგულად განხორციელებულ ამ ვანდალურ აქტს დედაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფილოსოფიურ ტრაქტატად წოდებული მერა ბერძენიშვილის დიდებული ქმნილება დღეს აღარ არსებობს. საზოგადოების ნაწილის, მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების, ინტელიგენციის პროტესტს მაშინ არ მოჰყოლია არანაირი რეაქცია. იქნებ იმიტომ, რომ საზოგადოების ფართო ფენებს მაშინ არ გასჩენიათ პროტესტის ისეთივე მძაფრი შეგრძნება. ვანდალიზმი მაშინ დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ კი ლოგიკური შედეგი გამოიღო. მომავალში არანაკლებ სისხლიანი ვანდალიზმის აქტები. დღეს სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის მემორიალის ავტორი, დიდი ხელოვანი და მამულიშვილი მერაბ ბერძენიშვილი, რომელმაც თავისი ქმნილების განადგურება ამ სიტყვებით შეაფასა. შემცდარია ყველა, ვინც ჩემი ღირსების შელახვას ძეგლების ნგრევით ფიქრობს.